მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ამ არხზე და ამ ვიდეოში მე მინდა გაგაცნოთ პროგრამა Blender-ი. მოკლედ, ერთ შეხედვით როგორც უკვე ხედავთ, ეს პროგრამა არის 3D პროგრამა, ანუ შეგიძლიათ ამ პროგრამაში გააკეთოთ 3D ვიზუალები და ობიექტები. ესეც უკვე აი ეს კუბის, როგორც ხედავთ, არის ჩვეულებრივი 3D ობიექტი და ამ კუბზე შეგიძლიათ რომ იმუშაოთ. ასევე შეგიძლიათ რომ შემოვიტანოთ სხვადასხვა ობიექტები Shift და A-ს დაჭერით, შემდეგ Mesh-ი და აი აქ უკვე ხდება სხვადასხვა ობიექტები. რომლის შემოტანაც შეგვიძლია უბრალოდ დაკლიკებით. აი ესე შეგიძლიათ რომ შემოვიტანოთ სხვადასხვა ობიექტი. ყველაზე ავიღოთ ციფრი. ესეთი მარტივი. მოკლედ ამ ვიდეოში მე მინდა რომ გასწავლოთ რაღაც საბაზისო რაღაცები ასე რომ ვთქვათ ამ პროგრამაში და თან მინდა რომ რაღაცა მარტივი ობიექტი და მარტივი ვიზუალი გავაკეთო, რაც დაგეხმარებათ შემდეგში თქვენს. თავიდანვე ვიტყვი რომ ეს ვიდეო არ არის ჩემი იდეა, ავიღე უცხოელი იუთუბერისგან და ვიფიქრე რომ ქართველებსაც გავაკეთებ მეთქი და უფრო მარტივად გასაგებიც იქნება თქვენთვის რა თქმა უნდა. ასე რომ მოდი დავიწყებ ახლა მე ამ ყველაფრის გაკეთებას. თან გზაში აგიხსნით კიდევაც რაღაცებს რა და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პროგრამაში. და მოდი დავიწყოთ, უბრალოდ პირველივე რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ პროგრამაში არის მაუსის მოძრაობები, ხო? თუ გავიგოთ შემოვატრიალოთ ესე რომ თქვა ობიექტი და უკან გავიგოთ რა ხდება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ მაუსის აი ეს გოგოაჭირო არის, მაგით აკლიკებით, დავაკლიკებთ და ჩვეულებრივად ესე შეგვიძლია რომ შემოვატრიალოთ ყველაფერი ვნახოთ. ასევე თუ ჩვენ ამას დავახმარებთ შრიფტს და შრიფტსაც დავაწვევით, შეგვიძლია რომ ესე ვამოძრავოთ და ასე რომ ეს არის ყველაზე საბაზისო რაღაცა, რაც შეგიძლია რომ იცოდე Blender-ში ჩემი აზრით. შემდეგი საბაზისო ეხლა რაც არის ყველაზე საჭირო, ასე რომ თქვათ, არის აი აქ ჩამოვათვალე თულები. Stock შეუძლია გადიდება და პატარავება, გადმოხრა ასე რომ თქვათ ტრიალი ობიექტების. და ხა ეს ტრანსფორმის ზოგადად ისეთ ძალიან აღჭირდება, იმიტომ რომ ეს ასრულებს იგივე გადიდების ფუნქციას, როგორც ხედავთ. ნუ იგივე რაც გადიდება არის, ეგ არის რა. ასევე აქ ამ პროგრამას შორტკატები. ხა შორტკატები რა არის? კლავიატურაზე ერთი ასე ვთქვათ, ღილაკის დაჭერით ჩვენ შეგვიძლია რომ გავადიდოთ ეს კუბი, ხო? აი აქ ვაღარ მივიტანოთ და ეს ვაღარ ვიჩალიცოთ. შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, დავაჭერთ ეს, ანუ ეს ღილაკს. ესე გავხსნით. დავაპატარავებთ კარტით და ასე შემდეგ. გადმოbrunდება და გადატრიალება შეგვიძლია ერღილაკის დაჭერით, რა, ესე გადავატრიალებთ, სადაც ჩვენ გამიხარდება, შემოვატრიალებთ და ასე შემდეგ. მოკლედ, კიდე შემდეგი საბაზისო რა არის? ამ პროგრამაში ჩვენ გვაქვს სამი ხაზი, ხო, როგორც ვხედავთ. მწვანე, წითელი და კიდევ ერთი არის, რასაც თქვენ ვერ ხედავთ უკვე, ეს არის ლურჯი, რომელიც ესე ჩამოდის. მწვანე ხაზი არის აი ეს Y, რასაც ჩვენ ვამოძრავებთ ახლა. წითელი ხაზი არის X ხაზი. და Z ხაზი არის ზემოთ და ქვემოთ ჩასვლა, ლურჯი ხაზი რასაც თქვენ ხედავთ. ესენი არის კოორდინატები. უმარტივესია. აი, თუ გითამაშიათ Minecraft-ი, Y, Z და X რაც არის, ეგ კოორდინატები ხო არის, აქაც იგივე არის, ეს კოორდინატები არის მარტივი ნაზინო აღიხსნათ. აქ კიდე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სხვა მოდები, მაგალითად edit mode-ის ჩვება ესეც რაღაცებს, შეგვიძლია რომ ვითამაშოთ ესეთი რაღაცები, თავს დავარედაქტიროთ ასე რომ ვთქვათ და უფრო დავხოჭოთ ჩვენი ვიზუალი. ხო, ზოგადად ვიზუალი კეთდება უფრო აი ამით, edit mode-ით. შემდეგ sculpt mode-ით უფრო ვალამაზებთ, ასე რომ ვთქვათ, უფრო დეტალებს ვუკეთებთ. მაგ ობიექტს. დღეს გავაკეთებ ასე რომ ვთქვათ, ოთხკუთხედ მანქანას. ძალიან მარტივი რომ იყოს გასაგებად და დასაწყისისთვის ჩემი აზრით კარგი იდეა არის რომ აი ესე ნელ-ნელა დავიწყოთ და შემდეგ ვიდეოებისთვის რომ ასე ვთქვათ ნიადაგი მოვასწროთ, ხო? კარგი იქნება ჩემი აზრით ძალიან. რავი, მოდი დავიწყოთ რა. პირველ რიგში ეს დავსვირდება ჩვენ რომ დავაპატარავთ აი ეს ობიექტი სიმაღლეშიც და ეს სიგანეშიც და სიგრძეშიც. დაბრუნება არის Ctrl-Z. თურმე არ იცით ეს ყველანაირად ვეთქვა, მაგრამ დაბრუნება არის Ctrl-Z. ხო? ესე გავზარდოთ ცოტა ესეთი. აი ეს იდეალურია მე მგონი. ეს და ესეთი რამე გამოვიდეს. ყავს ესეთი. იბატონო, შვენიერია ჩემი აზრით უკვე აქ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ
edit mode-ში და ნახე წება ყველაფერი საერთოდ. Control და A-ის დაჭერით ჩვენ შეგვიძლია რომ დავუყოთ ასე ვთქვათ ჩვენი ობიექტი. და ჩვენ შეგვიძლია მაუსის აწევით დავუყოთ ობიექტი რამდენჯერაც უნდა იმენჯერ და მაუსის დაკლიკებით ვატაროთ სადაც გაგვიხარდება და დავაწყაპოთ უბრალოდ აი ხომ მინდა აი აქ რო იყოს დავაწყაპოთ და იყო კიდევაც ჩვენი ობიექტი როგორც შეხედავთ. მოკლედ ავირჩიოთ მოდი აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი ეს ირჩევს აი ეს პატარა რაღაცა რო ირჩევს მარტო აი ამ წერტილებს ეს გვერდებს ირჩევს მარტო ანუ ხაზებს აი ამებს და ეს თლიან გვერდს ირჩევს აი როგორც ხედავთ. ჯერჯერობით დავჭირდება აი ეს ხა აბსტუაციაში დავჭირდება ეს ვაწვევით აი ამას შემდეგ ვაწვევით ეს ან extreme რო აუწიოთ ზემოთ საკმარისია მე მგონი სხვა კონცეფტი საკმარისი ესეთი ლამაზი ის მივიღეთ ფიგურა შემდეგში ვაწვევით აი ამას ახლა მანქანის ფორმა რომ მივცეთ ოთხთები მანქანის ფორმა რომ მივცეთ კარგი იქნება შემოგვაქვს ეს აი ეს უკვე საკმარისია ბატონო საკმარისი ეს შემოვიდეთ და ახლა რა გვჭირდება ჩვენ რომ ესე ვთქვათ შუშები გავუკეთოთ აი ამ მანქანას ხო შუშა ხო ყველა მანქანას მინა ხო ყველა მანქანას ჭირდება რა თქმა უნდა ჩვენ საკუთარ მანქანას ჭირდება მინა ასე რომ ნიშნავთ გვერდებს გვერდ დავიწყებთ მაგრამ ნახეთ როცა აი ამას ნიშნავთ ძალიან სულად მოდის ხო აი ესენი ეს და ეს ტოლი არ არის ერთმანეთში რაც არავის არ მოწონს მე არ მომწონს ამის გამო გადავალთ ჩვენ ესე object mode-ში დავაწევით ამას control და A-ს მივცემთ და all transforms დავაწევით ჩვეულებრივად ისე გადავალთ edit mode-ში და ისე ავირჩევთ შემდეგ მივცემთ ჩვენ ის ანუ იმისი რა ქვია კლავიატურის ხილაკზე დავაჭერთ ASO is და ჩვეულებრივად აი ეხა კიდე როგორც ხედავთ ტოლია ხო ეს და ეს არის ტოლი მოდის და ეხა კარგად გავაკეთებ ამას ეს დასანახად გავაკეთე რომ დიდი ყოფილიყო აი პატარათი შემოვიტანოთ საკმარისია მე მგონი აი ესე და extrovert ანუ ეს რო დავაწვევით შეგვიძლია რომ შევიტანოთ უფრო ცოტათი აი ესე საკმარისია მე მგონი კი ბატონო შვენია აქაც ანალოგიურს ვაკეთებთ დაახლოებით ამ ზომაზე მოყავს აქაც მე შემდეგ შეგვაქვს შვენიერი აქაც ანალოგიურს გავაკეთებ არაფერი განსაკუთრებული ესე შიგნით პატარათი შევიტან იდეალურია აქაც შემოვიტან პატარათი რომ ისე გავატოლო ასე ვთქვათ თვალის ზომით მაინც აი დიდი ყურადღება არ ექცევა ამას ასე ვთქვათ დეტალებს და მე მგონი რომ იდეალურია წისით ახლა ჩვენ მაგას აჭირდება პრობლემები რო იმოძრაოს ხო მარტივად გავაკეთებთ ძალიან პრობლემებს რა ისე გავადივართ object mode-ში შემდეგ shift და ასვაწვევით და ცილინდრს ვიჩერთ ხო ესე ცილინდრი მივიღეთ და მოვწიოთ მოდი და ეხა ბოლბალი რა თქმა უნდა იყოს მოგვალი ხო და ეხა ეს ცილინდრია და აწეულია ზემოთ რაც ჩვენ არ გვაწყობს ასე რომ დავაპატარავთ ხო ესე დავაპატარავებ აქაც ესეც რაც გავუწევთ მოდი so იდეალურია მე მგონი შემდეგ გადავალთ edit mode-ში შეულებრივად და დავაწვევით აი ამას ანუ ეს უნდა გქონდეს მონიშნული დავაწვევით ამას ისე ის შემოვიტანო ცოტა და შემდეგ excuse მივცემ ისე ის და ისე აი ესეთი გლობალი გამოვიდა შვენიერია ჩემი აზრით ესეთი მინიმალისტური დიზაინის და ესეთი მარტივი დიზაინის არის შვენიერი მოდი ხა ამას მე ესე შემოვატრიალებ ჩვეულებრივად კონტროლის დახმარებით რომ გასწორდეს ზუსტად შემოტრიალება რა რომ აბრეცილი არ იყოს შვენიერი ამ ეხა პრობლემას ასვიხედავთ ხო გამოკვეთილი არ არის ანუ ეგონება მიწებებული არისო რა ამის გამო მოდით ახალი გამოვწიოთ ეს ავიღოთ ისევ და ისევ ცილინდრი შვიდი და ერთი დავაჭიროთ და ისევ და ისევ ცილინდრი ავიღოთ მოვარგოთ ამის ზომას so იდეალური მართლა იდეალურია გადავიდეთ აი ამაზე ავიღოთ ეს შევდოთ აქ
ეს გავზარდოთ ახლა ჩვეულებრივად როგორც უკვე ვისწავლეთ, ესე გავზარდოთ. შემდეგ დავაკოპიროთ, სადაც ჩვენ გვინდა ფორმალი რო გაკეთდეს. ალბათ კარგი იქნება, რომ აი აქ გავაკეთოთ ფორმალი, ხო? კი, კარგი. და მოვნიშნოთ ჩვენი მანქანის ობიექტი, მოვნიშნოთ. შემდეგ გადავდივართ აი აქ. შემდეგ დავაწვევთ ამას, generate და boolean. ესე რომ ვაწერია მაგას დავაწვევით და ობიექტს მოვნიშნავთ, რაც უნდა რომ ამოვიჭერას, ხო? ამ შემთხვევაში უნდა ამოვჭრათ ცილინდრი. ჯერ პირველი ცილინდრი უნდა ამოვჭრათ, დავაწვევით ამას. მერე ამას დავაწევით და apply. შეგვიძლია წავშალოთ უკვე ეს და როგორც ხედავთ, აი ესეთი ჭრილი შეიქმნა, სადაც შემდეგში მოვათავსებთ აი ამას. და ბევრად უფრო ლამაზი და უკეთესი გამოვიდა. აქაც ვაკეთებთ უკვე ანალოგიურად generate boolean ნიშნავთ ობიექტს და შემდეგ apply. წავშალოთ ახლა მარტივად. ესე შევიყვანოთ მანქანაში, მოდი ეს დავაწვევი. რომ ესეთ ხედით გავიგოთ უფრო კარგად, რომ გავცენტროთ. იდეალურად. ესეთი მარტივი მანქანა მივიღეთ. ჯერჯერობით არ დაგვისრულებია, მაგრამ უკვე ესნო ხდებოდეთ რა გავაკეთეთ, ხო? ახალი ობიექტი და ისე უბია ვიღოთ. გამოვცეცოთ ამას. ესე დავაპატარაოთ. იდეალურია, გავზარდოთ. შევავციროთ. ავიღოთ. ეხლა ჩვენ ძველ მოდულ მანქანას ვაკეთებთ ასე რომ ვთქვათ და ესეთი რაღაცები შეიძლება. აჰა. იდეალურია. აი ესე აქ წავსვათ ხო ეს ლამაზი მანქანა მივიღეთ. ეხლა ჩვენ კიდევ ფარები რო გავაკეთეთ, ხო? ისე ჩვეულებრივად. ავიღოთ კუბი. ავაპატარავთ ესე მარტივად სერვერების გარეშე. ჩავუყენოთ ერთი ფარი. ამოვიღოთ და მეორეც ადრე ჩავყენოთ. იდეალურად. ესეც მართლა რომ კარგია. ახაც უკანაც გავუკეთოთ ანალოგიურად ფარები, რა თქმა უნდა. და ახლა ჩვენ გვჭირდება რომ დავადოთ ტექსტურები აი ამ მანქანას. ხო ეს სხვა თემა არის, უკვე ცალკე თემა. ავიღოთ მატერიალი და მოდი მე მინდა რომ იყოს ლურჯი მანქანა, ხო? ავი ისეთი რამე ლურჯი მანქანა ავიღოთ. მაგრამ შენ არ გამოჩნდება ეს მანქანა. აი ამას უბრალოდ დავაკლიკებთ, ჩოლივად გამოჩნდება. იდეალურია, მომწონს ეს ლურჯი მანქანა ზუსტად. შემდეგში თეთრები უნდა რომ იყოს ასეთად ნაცრისფერი არის, ხო? მოვნიშნოთ ეს ორი Control G-ს მივცეთ, გავაერთიანოთ, New და შეგვიძლია რომ უფრო გავათეთროთ. იდეალურია. აქაც იგივე გავაკეთოთ. Control G, New და გავათეთროთ. ჩვენი მანქანა Edit Mode-ში გადავიდეთ და ავიღოთ ესე მოვნიშნოთ 4-ვე მინა. შემდეგ მივცეთ პლუს, ავიღოთ, ამე ეს გავამოხოთ. ავიღოთ კიდევ ესე და გადავიდეთ ამას და დავაჭიროთ აი ამ ჰილაქს. როგორც ვთქვით, ფერი უკვე მიეცა, მაგრამ გამჭირვალე არ არის, ხო? ახლა დავიდეთ რომ კარგად განახვდეთ. გამჭირვალე არ არის, ხო ეს მანქანა. ასე რომ ავიღოთ ესენი ისე მოვნიშნოთ, მატერიალი მოვნიშნოთ და ალფა რო ვაწერია, მაგას პატარათი დავუყოთ, რომ გამჭირვალობა მიცეს. უბრალოდ გამჭირვალე გახდა ეხლა. მოკლედ დღეს ვიდეო მორჩა ამითი. ძალიან ვთქვით რომ გამოიწროთ ახლა და ალაიქოთ ეს ვიდეო და мотиваცია მომეცეს რომ გადავიღოთ შემდეგი ვიდეოები და უფრო ასე ვთქვათ ხმად შევიდეთ ბლენდერის სამყაროში და უფრო გავეცნოთ.